დღეს მივდივართ ლიონის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ ადგილას, ნოტრ-დამის ბაზილიკაში. ბაზილიკა, რომელიც მთელ ლიონს გადმოჰყურებს, არა მხოლოდ არქიტექტურა, არამედ ქალაქის რწმენის სიმბოლოა. აიგო მე-19 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ლიონელებმა ღვთისმშობელს ქალაქის დაცვა შესთხოვეს. ხალხმა პირობა დადო, თუ ქალაქი გადარჩებოდა, ააშენებდნენ ტაძარს მადლობის ნიშნად. და მართლაც, ასე შეიქმნა ეს დიდებული ადგილი ღვთისმშობლის პატივსაცემად. გარედან ისეთი მკაცრი ციხესიმაგრის მსგავსი იერსახე აქვს, რომ შიგნით ელოდები რაღაც მარტივ სივრცეს, მაგრამ რეალურად სრულიად სხვა სამყაროა. ინტერიერში გამოყენებულია მოზაიკები, ოქროს დეტალები, რაც ტაძარს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას სცემს. იდეა იყო, რომ ეს ბრწყინვალება ღვთისმშობლის დიდებას ასახავდეს. ხალხს უნდოდა, რომ ეს ბაზილიკა მიწაზე შექმნილი ცის ნაწილი ყოფილიყო. ჭერზეც კი სცენებია გამოსახული. ისტორიები, სიმბოლოები და რაც უფრო მეტად დაკვირდები, მით უფრო ხვდები, რომ აქ თითოეული დეტალი ისტორიას გიამბობს. ნოტრ-დამი დღესაც ლიონის მფარველად მიიჩნევა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ტაძარი სახელმწიფოს არ აუშენებია, ის სრულიად ხალხის შემოწირულობებით აიგო. ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო ის ფაქტი, რომ ტაძარი ორ ნაწილად არის გაყოფილი. არქიტექტორებს უნდოდათ, რომ შიგნით შესვლისას ადამიანს სრულიად განსხვავებული განწყობა შექმნოდა. ამიტომ ზედა და ქვედა ნაწილი მიზანმიმართულად განსხვავდება ერთმანეთისგან. ქვედა უფრო მუქი და მედიტაციურია, ხოლო ზედა ნათელი და მდიდრული. ბაზილიკის ეზოც ძალიან მშვიდი და ლამაზია, ასევე საკმაოდ ფართოა და შეგიძლია მშვიდად შემოუარო გარშემო, სხვადასხვა მხრიდან შეხედო და სხვანაირად აღიქვა. ძალიან ბევრი პატარა დეტალია არქიტექტურაში, კედლებში, სივრცეში, რაც შეიძლება თავიდან ვერც კი შეამჩნიო. აქ უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქალაქის ხმაურს მოვწყდი, უბრალოდ ვისვენებ და ვტკბები გარემოთი. ეზოში პატარა მაღაზიაც არის, სადაც სუვენირებს ყიდიან. ჩვენც რამდენიმე ნივთი შევარჩიეთ და სამახსოვროდ წამოვიღეთ. ბაზილიკის თავზე დგას ოქროს ღვთისმშობლის ქანდაკება. ის არა მხოლოდ დეკორაცია, არამედ ქალაქის მფარველობის სიმბოლოა. ადგილობრივები ხშირად ამბობენ, რომ ბაზილიკა ქალაქს ზემოდან იცავს. და აი უკვე ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ ადგილს, საიდანაც ლიონის ყველაზე ლამაზი ხედები იშლება. ორი მდინარე, ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩები, წითელი სახურავები და ამ დროს ხვდები, რატომ ააშენეს ეს ტაძარი სწორედ აქ. პირადად ჩემთვის ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი ლოკაცია. ეს იყო ადგილი, სადაც ისტორია და ემოცია ერთდროულად შეიგრძნობა. და ახლა უკვე ვტოვებთ ბაზილიკას და ვეშვებით ქვემოთ ფუნიკულიორით. საინტერესოა, რომ ეს ხაზი ერთ-ერთი ყველაზე ძველია ლიონში. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აშენდა, როცა ხალხს ამ ბორცვზე ასვლა უჭირდა. ადრე მომლოცველები ფეხით ადიოდნენ და ეს გზა საკმაოდ რთული იყო. ამიტომ ფუნიკულიორი ერთგვარად ამ ადგილის დამაკავშირებელი გახდა ქალაქთან. დღეს კი ეს გზა ბევრად მარტივია, მაგრამ ის შეგრძნება, რის გამოც ადამიანები აქ მოდიოდნენ, მაინც იგივე რჩება. და ბოლოს ჩემი რჩევა იქნება, თუ ოდესმე მოხვდებით ლიონში, ეს ადგილი არ გამოტოვოთ.